მოგესალმებით FM 107.9-ზე ეთერშია რადიო ძველი ქალაქი. მე ჟურნალისტი კეთი დეისაძე ვარ და უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში ქუთაისის საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრებ მე ვფიქრობ ყველა ქუთაისელისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ ვიდრე სტუდიაში მყოფ სტუმრებს წარმოგიდგენთ და მთავარ თემაზე გადავალ, ვერ ავუვლი გვერდს დღევანდელ თარიღს, დღეს 24 თებერვალია, უკრაინაში ომის დაწყების თარიღი, გავიდა 4 წელი, რაც ეს საშინელი ომი მიმდინარეობს და ყველა ჩვენგანზე ძალიან დიდი კვალი დატოვა. მე ბევრს აღარ გავაგზავნებ ამ თემაზე, მინდა ვთქვა ის რომ ძალიან გულშემატკივრობ უკრაინას, მჯერა მისი გამარჯვების, დიდება უკრაინას, დიდება გმირებს და მე მჯერა რომ სულ მალე სრულიად სამყარო იზეიმებს ამ დიდ გამარჯვებას და მათ შორის სამყაროს კეთილ და პროგრესულ ნაწილთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანაც, დიდება ჩვენს ქვეყანასაც. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ სტუდიაში მყოფი ქუთაისელი საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი აქტიური წარმომადგენლები, მარიკა ვაჭარაძე, ბატონი კოტე ჭარხალაშვილი და ბატონი კობა გურული. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, როგორც აღვნიშნე, ძალიან მწვავე თემაზე, იმ საკითხზე, რის წინაშეც ქუთაისი დგას, ეგ არის ქუთაისის ქაოტური ურბანული განაშენიანება, განვითარებას ამ ეტაპზე ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ. ალბათ სტუდიაში მყოფი ყველა ჩემი მეგობარი, მე ესე მინდა მოვიხსენიო, თამეთანხმება ამაზე. გარდა ამისა, აქ მინდა ვთქვა, რომ შეიძლება უჩვეულოდ ჩანდეს ჩემი ამ რადიო ეთერში ჩემი ხმის გაგონება და ამ საკითხის წამოწევა, ეგ არ არის რაიმე გადაცემის ფორმატი, უბრალოდ რადიო ძველმა ქალაქმა საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს დაგვითმო ეთერი ამ წავეს საკითხზე სადისკუსიოდ. საზოგადოებრივი ასამბლეა ქუთაისის ინიციატივით საზოგადოების ფართო ფენა, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო სექტორი ჩართულია ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, სწორედ და ვერ ავუვლიდით გვერდს, რა თქმა უნდა, იმ საკითხებს, რაც შეეხება ქალაქის ურბანულ განვითარებას, მით უფრო, როდესაც ბოლო დროს ალბათ ყველა ქუთაისელმა იცის, ქუთაისის გულში, ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს ციხის ძველი შენობის დემონტაჟი და მე მსმენელს მინდა შევახსენო, რომ ეს არ არის უბრალო შენობა, ის არის ქუთაისის ისტორია. აქ მე-19 საუკუნეში აშენდა ეს ნაგებობა და იქ ცნობილი იყო როგორც გუბერსკის ციხე, იქ განთავსებული იყო მე-20 საუკუნეში საპყრობილე, რა თქმა უნდა, ეს არ აღძრავს კეთილ და სასიამოვნო მოგონებებს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის არის ქუთაისის იდენტობის ნაწილი და მისი ასახელაღებით განადგურება და წაშლა აღგვა პირისაგან მიწისა, რა თქმა უნდა, არ მიესალმებიან საზოგადოების აქტიური წევრები. სწორედ ამ თემაზე ვილაპარაკებთ. მოკლედ რომ თქვათ, ისტორიული ნაწილი ეს იყო დაახლოებით 650 მსჯავრდებულზე გათვლილი ციხის შენობა, რომელიც 2005 წლამდე ვიდრე ქუთაისში ახალი საპატიმრო აშენდებოდა, მანამდე ფუნქციონირებდა და ის ცნობილია 1903 წელს იოსებ სტალინის პატიმრობითაც ამ კედლებში იხდიდა ის სასჯელს, სწორედ ამიტომ იყო და ბევრი სხვა აქტიური მოქალაქე და საზოგადოების მოღვაწე იხდიდა იქ სასჯელს, ამიტომ ფასეული იყო ეს შენობა თავისი ისტორიული მნიშვნელობით. ჩვენ ამ საკითხს ცოტა მოგვიანებითაც დავუბრუნდებით, მანამდე რომ არ გაგვექცეს საუბარი, ბატონ კოტესთან გადავალ პირველი შეკითხვით და მაინტერესებს, რომ თქვენი აზრით, ბატონი კოტე, გარკვეული წლების მანძილზე გახლდათ ტურიზმის ქუთაისის მერიის ტურისტული ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სწორედ ამიტომაც მას ძალიან კარგად მოიხსენება ამ ქალაქის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, მის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე და მე მაინტერესებს, ბატონო კოტე, უნდა გქონდეს თუ არა მუნიციპალიტეტს, ქალაქის მერიას სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის პოლიტიკაშიც გათვალისწინებული იქნება ქუთაისის ისტორიული მნიშვნელობა, მისი იდენტობის ნაწილი და უნდა ხდებოდეს თუ არა ესეთი ქაოტური განაშენიანება და რამდენად აისახება ეს ყველაფერი იგივე ტურისტული მიმართულებით. უღრესი მადლობა. თემა არის ძალიან დიდი. სერიოზული თემაა და უნდა დავიწყო იმით, რომ ჩემს ქალაქს განვითარების გეგმა ჰქონდა
და ეს განვითარების გეგმა იყო საბჭოთა კავშირის დროს. რამაყდელობაში ქალაქი უნდა გამختارიყო სამრეწველო ქალაქი და ის გახდა სამრეწველო ქალაქი. თითქმის მრეწველობის ყველა დარგი იყო ქუთაისში განვითარებული. მანქანათმშენებლობიდან დაწყებული ქიმიური მრეწველობით დამთავრებული. ეს იყო უზარმაზარი ინფრასტრუქტურა. და ამ ინფრასტრუქტურისათვის საჭირო იყო მუშახელი და ზოგადად კვალიფიციური მუშახელი. და მოხდა შეიქმნა და აშენდა პროფტექნიკური სასწავლებლები, რომლებიც ამზადებდნენ კადრებს. უმაღლესი სასწავლებელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პედაგოგიური ცოტა ადრე შეიქმნა. ესე იგი, რაში ეცეთ საქმე, ქალაქი როცა ვითარდებოდა კანონზომიერად. მე ხა არ მინდა ესე გამომიდეს, რომ მაშინ იყო რაც იყო და მაგრამ რაც საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა, ერთადერთი შუქა, ნათელი იყო მაშინ, როდესაც ქუთაისმა მიიღო სახელწოდება მეორე საპარლამენტო დედაქალაქი, ასე რომ ვთქვა და პარლამენტი გაჩნდა ქუთაისში. ეს იყო უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქალაქი დაიბრუნებდა თავის ფუნქციას, როგორც ქალაქი, რომელიც არის ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოში. საოცრად მორგებული იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკეთაც უნდა მუშაობდეს საქართველოს ზოგადად თავის მეზობლებთან საერთაშორისო საშინაო გარემოში. დღეს მივიღეთ ჩვენ აბსოლუტურად შეტრიალებული მდგომარეობა. ქალაქი დარჩა არაფრის გარეშე და დაიწყო მასიური მშენებლობები რის ხარჯზე? მწვანე საფარის ხარჯზე, გაიჩეხა უზარმაზარი რეკრეაციული ადგილები, ხეები, სკვერები, პარლამენტი საერთოდ გააქრეს ქუთაისიდან და თბილისში გადაიტანეს. ესე იგი, არაფერი იმ ძველი ჩანაფიქრიდან არ დარჩა ქალაქს. რაც გვაქვს დღეს, მე ახლა ამას ყველაფერს უყურებ ტურიზმის და ტურიზმის განვითარების აუცილებელი პირობას. რა არის ტურიზმი და რას ნიშნავს ტურისტი ჩვენს ქალაქში? პირველ რიგში ეს არის მიმზიდველობა. რამდენად მიმზიდველია და მეგობრულია ჩემი ქალაქი ტურისტებისათვის. სიტყვა მეგობრულობაში არ ნიშნავს მარტო რომ ეს ახლა ხელი მოვკიდე და ღვინო დავალევე და პატივი ვეცი სუფრა გაუშალე. ეს გაცილებით დიდი ცნება, დიდი აზრი დევს ამ სიტყვაში. დავიწყოთ იმით, რომ კაცი ჩამოდის, ამისათვის ჩვენ ღამეები არ გვეძინა, რომ ტურისტი მიგვეღო ქუთაისში. ჩვენ მივიღეთ ტურისტების დიდი ნაკადი ქუთაისში. მაგრამ პირველი რაც ხდება ადამიანს თვალში უცხო, ეს არის მისთვის კულტურული შოკი. ეს არის დაუსუფთავებელი ქალაქი, რიონი, თეთრი ხიდი და ასე შემდეგ, წითელი ხიდი, იქეთ ჯაჭვის ხიდი, რომელთაც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სიძველეებით და მთლიანად რიონის ხეობა არის ნარჩენებით სავსე. ესე იგი, ქალაქმა ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო ელემენტარული რამ. მოეწესრიგებია ქუთაისის რიონის ხეობა. ჩვენ გვაქვს დღეს აბსოლუტურად დაანგრეული ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სანაპირო და ნაგავით სავსე სანაპირო. ეს ჩანს, რო არ ჩანდეს, კიდე რაც არ ჩანს, ის სხვა არის. მე ახლა უბრალოდ გულის ტკივილით რიოჰესის წყალსაცავი. იქ გაკეთდა სკოლა ნიჩბოსნოვის.
მთელი ის ტბა სავსე არის ნაგავით და სვეტებად არის ნარჩენებს, რომელსაც ყრის მოსახლეობა ჩამოდის წყალში. ეს ყველაფერი ჩამოდის ქუთაისში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემას რომ არ გავწდეთ. მე მინდა თქვენი ყურადღება გაამახვილოთ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ესეთი ქაოტური მანდ მინდა ზუსტად მშენებლობის თემა. მანდ მინდა ეხლა მოვიდეთ. ეს არის ის, რასაც ჩვენი სტუმარი ხვდება და ხედავს ზუსტად განაშენიანების ქაოტორობა რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო ქალაქის ცენტრით დავიწყებ აგერ აქვე რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ ქალაქის ცენტრში წამოიმართა შენობები რომლებმაც აბსოლუტურად დახურეს სივრცე ქუთაისის ცენტრში უკვე სივრცე აღარ დარჩა კედელი კედელზეა დადგმული მე ერთი რამ მაინტერესებს რატო არ გაყვნენ ჩვენი მამები ნაკვალებს მე რა მხედველობაში ცენტრალური მოედანი იყო აბსოლუტურად დასახლებული აგურის საოცარი ისეთი აი მახინჯი შენობები და იქ გამოჩნდა უცებ სივრცე გაჩნდა ოზარმაზარი მოედანი იყო კიდე ასეთი მოედანი ელმანის მოედანი რომელიც უფრო დიდი იყო მე მგონი ვიდრე ცენტრალური მოედანი ეს არის რა ადგილი იცით რიონის სანაპიროზე ჩვენი ბაზრის მწვანე ბაზრის უკანა მხარე მთლიანად იყო ეს მოედანი და მას ელმანის მოედანი ეწოდებოდა მოხდა იქ განაშენიანება ეხლა დღეს მჭიდროდ მაღლივი კორპუსებია ჩადგმული მაგრამ ადამიანები ეჩვევიან ხშირად ამას მაგრამ როდესაც ქალაქის ცენტრში იქ სადაც კინოთეატრი კომუნა იყო იქ სადაც საზაფხულო კინოთეატრი კომუნა იყო რიონის სანაპიროზე წამოიმართა ამხელა შენობები მე ვშიშობ რომ ეს არის ტენდენცია იმისა რომ ჩვენ ქუთაისში მალე მივიღებთ ბეტონის ჯუნგლები ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მე ძალიან მიჭირს იმაზე საუბარი რაც ხდება დღეს მაუდის ფაბრიკის ადგილზე მე ძალიან მიჭირს საუბარი იმაზე რაც მოხდა უკვე იქ სადაც კინოთეატრის სულიკო იყო ჩვენ რა ქართული კინოს აკვანი ქუთაისია და კინოთეატრი რო დაგჭირდება და დაჭირდება მომავალ თაობას იმისათვის რომ აქ კინოფესტივალები ჩატარდეს როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო კინოთეატრი არ უნდა გქონდეს აი მე ეს მაწუხებს ძალიან რომ ყველაფერი ხდება აბსოლუტურად გაუაზრებლად ხვალინდელი დღის გათვალისწინების გარეშე დღეს ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა ეს არის ოპერის თეატრი ხო იტყვით ეხლა ოპერის თეატრი კეთდება კაცო ერთხელ გაკეთდა მეორე და არ არის ეს ოპერის თეატრი მე მხედველობაში მაქვს შენობა მე დირექტორი ვიყავი ამ თეატრში და მაშინ როდესაც მე იქ მუშაობდი ხელფასს ვერ ვარიგებდით არათუ ახალ შენობაზე შეიძლება ყოფილიყო საქმე ვინმე ფიქრობს იმას რომ ეს უკვე ტრადიციების მქონე გმირი მსახიობების თეატრია რომლებმაც მაშინ 90-იან წლებში გადაატანიეს და ესე იგი ფაქტიურად გადაარჩინეს თეატრი დღეს თეატრი არსებობს შესანიშნავი დასია მაგრამ თვითონ შენობა რაც არ უნდა გაარემონტო ის ვერ პასუხობს იმ პირობებს რასაც ოპერის თეატრი უნდა პასუხობდეს ხვალ ძალიან დიდი სივიწროვეა და ზოგადად მინდა კულტურის საკითხებზეც ვისაუბრო დიახ, ცოტა მოგვიანებით გადავიდეთ ბატონ კოტე ამაზე. ძალიან მინდა ამაზე ვისაუბრო, ქალაქს უკვე რამდენი წელია არანაირი სიახლე არ შემატებია. თუ არ ჩავთვლით საცხოვრებელ ბინებს, რომელიც შეიქმნა ყველაზე მომგებიანი ბიზნესი დღეს. იმიტომ რომ თბილისის და ბათუმის შემდეგ ეხლა დეველოპერების ცხოველი ინტერესი უკვე ქუთაისშია და ავთენტური ურბანული ქსოვილის ჩანაცვლება ხდება სტანდარტიზებული მშენებლობებით. თუმცა მე ახლა მინდა მარიკასთან გადავიდე მომდენო შეკითხვით და მინდა მოგვიყვეს მოკლედ ისტორია, რაც აი ამ ბოლო პროტესტთან დაკავშირებით, რაც ქონდა საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ ცოტა დაგვიანებულიც კი იყო ეს თუ როგორ მოხდა ეს
საერთოდ მინდა ამ თემაზე ცოტა ვრცლად ილაპარაკო მარიკა თავიდან ბოლომდე როგორ იყო და საერთოდაც როგორ ხდება თუ არა აი როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელსაც ესე მოგმართავ როგორც ჟურნალისტსაც ესეთი დიდი მასშტაბური პროექტების წამოწყების დროს შენი სტატისტიკასაც რო გადახედო ან გავლენ მოვლენებსაც რო გადახედო როგორ ხდება თუ არა საერთოდ საზოგადოების აზრის გამოკითხვა მათი ჩართულობა იმიტომ რომ და გარდა ამისა კიდევ ერთი დეტალიც აი რატომ მქონდა რას ვითხოვდით იქვე რო თქვა რომ ძალიან არის სოფლიო პრაქტიკები როდესაც ისტორიული ფრაგმენტების შენარჩუნება ხდება და ისე ხდება ახალ სივრცესთან ინტეგრირება რომ ეს კულტურული თვალსაზრისითაც ტურისტული თვალსაზრისითაც და ქალაქის იდენტობის თვალსაზრისითაც ძალიან ეს არის რა ქვია მომგებიანია აი ამ ყველაფერზე რომ შენ ილაპარაკო იმ წერილებზე რაც საზოგადოების ნაწილმა მიმართა კონკრეტულ მშენებლს შეპეს იბერია სტარ გრუპს და მათ შორის ქალაქის მერიასაც და ქალაქის მერს პირველ რიგში მოგესალმები მივესალმები სმელს მადლობა მინდა რადიო ძველ ქალაქს გადაუხადო იმისთვის რომ მოახერხა და მოგვეცა შესაძლებლობა რომ ეს ეთერი დღეს გქონოდა მადლობა ქეთიშამ ყველა სტუმარს ვინც დღეს ამ თემაზე საუბრობს ეხლა მე პირადად არაერთი პოსტი დამიწერია ამ თემასთან დაკავშირებით და იყო რამდენიმე ადამიანი რომელმაც დამეკომენტარა რომ ჩემთვის ციხის ასოცირება აქვს და სხვა მეტი არაფერი ალბათ ვფიქრობ რომ შეიძლება არ იყოს სასიამოვნო ასოციაცია მაგრამ ყოველთვის არ არის ისტორიული ფაქტის ასიამოვნო და ვფიქრობ რომ სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ საუბარი რომ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ციხე პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას რომ 4 სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო მოწყობის ასე ვთქვათ მომსწრე იყო ეს შენობა ნაგებობა მოდი ასე დავარქვათ ტრაგიკული ბედის შენობა და პირველი რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეფის რუსეთის დროს როდესაც იმერეთის რეგიონი ყველა ისტორიულ წყაროში არის მოხსენიებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების რომელიც იბრძოდა დემოკრატიული ქვეყნისთვის და ასე შემდეგ მოკლედ იქ ძალიან ბევრი აჯანყებული, ასე ვთქვათ, იხდიდა სასჯელს. დროებით იყო, შემდეგ ხდებოდა მისი გადაყვანა თბილისში, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს ფარავდა, ეს საგუბერნიო ციხე ფარავდა როგორც იმერეთის რეგიონს, ასევე გურიის და ახლომდებარე სხვა მუნიციპალიტეტებს და რეგიონებს, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმის ნაწილსაც, ხო? ამის შემდეგი პერიოდი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდი, შემდეგ იყო საბჭოთა პერიოდი და უკვე ამ ციხემ სულ სხვა ფუნქცია შეიძინა და იქ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების და ასე ვთქვათ კიდე იქ დაყოფილი ნაწილის სხვა ისტორიას ინახავდა და გვინდა თუ არ გვინდა ეს იყო მთელი 70 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილი და იქ იყო ძალიან კარგად ასე ვთქვათ შემორჩენილი კედლებზე ასე ვთქვათ ის წარწერები მარტო ამ პერიოდის არა წინამდებარე პერიოდის ეხლა არ მინდა რომ ისე სამწუხაროდ ფრაგმენტაციაც არ მოხდა და მომავალს არ შეინა ისტორიას არ შემორჩება ამ კედლების არანაირი ანაბეჭდი ხო ეს არ მოხდა ამ ყველაფრის ფაქტობრივად შეიძლებოდა რომ ეს ყველაფერი გაციფრულებული იყო და რაღაცა ნაწილად ყოფილიყო როგორც ელექტრონული ვერსია შენახული არ იყო იმაზე პრეტენზია ნამდვილად რომ მთლიანი ციხე ყოფილიყო ამ ფორმით შენარჩუნებული და შემდეგ იყო უკვე დამოუკიდებელი საქართველოს აი უახლესი ისტორიის ნაწილი მაგრამ ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ იქ სტალინის თემაც იყო რა თქმა უნდა მაგრამ თუ ჩვენ ასე ვთქვათ ამ ისტორიას საერთოდ უგულებელყოფთ ერთი მარტივი ვიდრე უგულებელყოფთ გავითვალისწინოთ იქ გალაქტიონ ტაბიძეც იხდიდა სასჯელს ამიტომაც მარტო სტალინის გამო არ მივტირით ამ ყველაფერს იქ გაცილებით მეტი ჩვენთვის ძვირფასი და სასიამოვნო ადამიანების გაუტარებიათ დღეები და ეგ მარტო ესე არ იყო და სწორედ ამიტომაც მოვყევი მთელი ის წინა პერიოდი რაც იყო უბრალოდ მინდა ის ვთქვა, რომ სტალინი რომელ საკანშიც იჯდა, ის საკნის კარი არის ჩამოხსნილი, ის რკინის კარი და დღეს არის და ინახება როგორც ექსპონატი თბილისში ოკუპაციის მუზეუმში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა თუ მაგალითად ამ ყველაფერს ჩვენ კარგად შევხედავდით და როგორც ტურისტული ატრაქცია ესე ვაქცევდით, შეიძლება გაცილებით იმაზე მეტი მოგება გრძელვადიან პერსპექტივაში ხანგრძლივად ქონოდა კონკრეტულ კომპანიას, თუ
თუნდაც იმ კომპანიას რომელმაც შეისყიდა ეს ასე ვთქვათ საგუბერნიო ციხე და დღეს დაანგრია ნაწილი და რაღაცა არის იქ კიდე დარჩენილი ვიდრე მაგალითად ერთჯერადად გაყიდული რამოდენიმე კვადრატი მისცემა გასაგებია მაგრამ აქ ჩაგეჭობი სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ რომ დეველოპერი შეიძლება და ინვესტორი შეიძლება არ იყოს დაინტერესებული და შეიძლება სახელმწიფოსაც იმდანად არ აინტერესებდეს მე აქ მგონია რომ ვიწრო ლოკალური საკითხი არის რომ ამ დროს ქალაქის ხელმძღვანელობა და მუნიციპალიტეტის საკრებულო მერია უნდა იყო ამ სამით დაინტერესებული როგორ დაინახოს ყველა მის სიძველეში ტურისტული პოტენციალი ხო ესე არის და ამიტომ დეველოპერსაც ესე ცალსახად ვერ დავადანაშაულებთ რომ მას კონდეს შეიძლება ეკონომიკური ეფექტის უფრო მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტის განხორციელების სურვილი და ბუნებრივია ეს არის ქუთაისის გული ძველი ისტორიული ნაწილი და იქ ააშენებს მრავალსართულიან კორპუსს და მიიღებს მოგებას შეიძლება შეგქონდეს თუმცა გინდა ქალაქის განვითარება სწორად ხედავდა მაგრამ აქ სწორედ ამაზეა საუბარი რომ სოციალური პასუხისმგებლობა და ხედვა ქალაქის განვითარების რა თქმა უნდა ის ზოლი რომ ქალაქის ისტორიული ნაწილში უკვე ნელ-ნელა შემოდის ეს მრავალსართულიანი კორპუსების ასე ვთქვათ მშენებლობა ეს კიდე ცალკე თემა არის მაგრამ ნებისმიერი ევროპის ქვეყანას და დედაქალაქში და ნებისმიერ ქალაქში რომ ჩახვიდეთ ნახავთ რომ ის ისტორიული ნაწილი ფაქტობრივად არის წრესავით შემონახული და ირგვლივ ხდება შემდეგ განაშენიანება და ახალი კორპუსების ასე ვთქვათ აშენება რა თქმა უნდა ჩვენ არავინ არ არის იმისი წინააღმდეგი რომ განაშენიანება მოხდეს რაღაცა თანამედროვე შენობები აშენდეს და ასე შემდეგ პირიქით ჩვენ ამას მივესალმებით უბრალოდ აქ მნიშვნელოვანი არის ის რომ ის რაც ისტორიის ნაწილი არის ამისი ერთი ხელით გადასხმა არ მოხდეს აქვე კიდევ ერთი რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ საგუბერნიო ციხესთან დაკავშირებით იყო ის სამლოცველო რომელიც იყო შემორჩენილი და იქ ძალიან კარგი ლამაზი ფრესკები იყო და თვითონ ფერები იყო საოცარი ფერები ახლა გინდა სამლოცველო დავარქვათ გინდა ტაძარი დავარქვათ გინდა ეკლესია დავარქვათ ფაქტია რომ შენობაზე გარედან იყო ჯვარი რომელიც რაღაცა 3 დღის უკან იქნა წინ იქნა ასე ვთქვათ ჩამოხსნილი და ამაზე რეაქცია არ იყო რაც არ უნდა ალტერნატიული ტაძარი ააშენოს ახლა დეველოპერმა რაც არ უნდა ასე ვთქვათ იმ ტერიტორიაზე ასე ვთქვათ დიდი მოცულობის ტაძარი იქნეს აშენებული მე ვფიქრობ რომ მისი ჩანაცვლება ვერ მოხდება თუ იმაზე არის საუბარი რომ იქ იმისი ნაწილი ასე ვთქვათ თუ რამე სიწმინდეები იყო ჩვენ მოვისმინეთ ეს განცხადება გამოტანილი იყო მაგრამ ფაქტია რომ არ იყო გამოტანილი იმიტომ რომ 4 დღის წინ 3 დღის წინ მოხდა ასე ვთქვათ შენობაზე ჯვრის მოხსნა ესეც არ მგონია რომ სწორი მიდგომა იყოს მე ვფიქრობ რომ იმ თუნდაც 50 კვადრატის შენარჩუნება შეიძლება და იმისთვის რომ რაღაცა ისტორიული ნაწილი ყოფილიყო შენარჩუნებული. თუნდაც ის გალავანი ყოფილიყო რაღაც პერიოდის მანძილზე შენარჩუნებული, რაც ტურიზმის მიმართულებით იქნებოდა ძალიან საინტერესო. მაგალითად ტალინს თუ ავიღოთ, აი ტალინში მუზეუმი, რომელიც სწორედ საბჭოთა ოკუპაციას ასახავს, არის ყოფილი უშიშროების შენობაში, ასე ვთქვათ, განთავსებული. პლუს ამას ჩვენ ვიცით, რომ იქ რამოდენიმე გვირაბი არის, რომელიც სხვადასხვა ქუჩაზე გადის. ხო, ბევრად საინტერესო იყო, ბევრად კარგად შეიძლებოდა ეს რომ შეფუთულიყო, ვიდრე მრავალსართულიანი, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი სართული იქნება კორპუსი, რომელიც იქნება იქ, ასე ვთქვათ, აშენებული. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, რომ ფაქტობრივად იმუშავა დეველოპერზე, ახლა ადგილობრივ თვითმმართველობასაც რა თქმა უნდა ქონოდა ამაზე ყურადღება უფრო მეტად გამახვილებული და მე რამოდენიმე ხნის უკან გავიგე რომ თურმე რამდენიმეჯერ ყოფილა ესე გატანილი აუქციონზე და შემდეგ თავად კომპანიის განცხადება როცა ვნახე საბაზისო ფასი კვადრატი 125 ლარი ყოფილა. ნუ ძალიან მინიმალურია რა თქმა უნდა ეგ ყველაფერი, მაგრამ მგონია რომ უფრო სხვა ინტერესი უნდა ქონოდა სახელმწიფოს იმისთვის რომ ეს ისტორიის ნაწილი ყოფილიყო, ასე ვთქვათ, შენარჩუნებული, რაც ბევრად უფრო მიმზიდველს გახდიდა და აი ტურისტული ნაწილი რაც არის
ის ქალაქის კიდევ უფრო მეტად გაფართოვდებოდა. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისგან ის პრეტენზიები და ის წუხილი, რომ ტურისტი როცა ჩამოდის, მხოლოდ ერთი ღამე ჩერდება ქუთაისში. ნამდვილად ერთი ღამე გაჩერდება, იმიტომ რომ შემდეგ ყველაფერი ძალიან ახლოს არის და ურჩევნია რომ რაღაც გადაადგილდეს და სხვაგან გაათიოს ღამე, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მეტი ატრაქცია შევქმნათ, მეტი დატვირთვა მივცეთ. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმებს და ზოგადად ამ რუსეთის საოკუპაციო ისტორიის ნაწილს ზოგადად აქვს ნებისმიერ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი დატვირთვა და კარგად იყიდება, ასე რომ ვთქვათ, ეს თემა. ამიტომ ჩვენ გქონდა ამისი რესურსი და ეს ნამდვილად ვფიქრობ, რომ უნდა გამოგვეყენებინა და შეიძლებოდა, რომ რაღაცა ფორმით ამ საგუბერნიო ციხის ნაწილი გადარჩენილიყო. ცოტა დაგვიანდა, რა თქმა უნდა, განცხადებების გაკეთება იგივე ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით დღეს იქნა გაგზავნილი მაგალითად თავად კომპანიაზე წერილი და იქ კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ თუ რას ვითხოვთ ჩვენ, რომ ის რაც არის დარჩენილი, მოდი ეს შევინარჩუნოთ, ჩვენ გამოვისყიდით საზოგადოება, ხალხი გამოვისყიდით საბაზისო თანხად და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მოვახერხებთ ამის შენარჩუნებას. თუ კი ამისი კეთილინება იქნება, მე მაინც იმედს არ ვკარგავ და რაღაცნაირად მგონია, რომ ბოლომდე შეიძლება ეს ეყოფა საღიაზრი ეყოფა ნამდვილად, იმიტომ რომ მგონია რომ თუ ამ კუთხით თუ იმ ჩვენს მიმართვის ტექსტს კარგად წაიკითხავს, კარგად დაინახავს იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რაც შეიძლება იმ 50 კვადრატში გრძელვადიანად ასეთ გადარჩენილ ჯერ კიდევ დაუნგრევალ 50 კვადრატში კომპანიამ გრძელვადიანად აიღოს და თავად მას შეუძლია ეს აქციას ტურისტულ ატრაქციად, თუნდაც იმ მდებარე ტერიტორიაზე. მე სხვადასხვა ადამიანებთან მქონდა ამაზე საუბარი, მათ შორის საუბარი არქიტექტორებს და ისინი ამბობდნენ, რომ ძალიან კარგად შეიძლებოდა თუნდაც გალავნისა და ძირითად შენობას შორის არსებული კედლის ნაწილზე რაღაცა ხეივანივით დარჩენილი იყო, რაც იქნებოდა ტურისტებისთვის ძალიან კარგი და ეს მოყვებოდა ისტორიას, რაღაცები გაციფრულებულიც თუ კი გვექნებოდა, შეიძლებოდა რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო იმ ასე ვთქვათ ხეივნის ნაწილი. ბევრი რამ შეიძლება დღეს ახლა იმდენი შესაძლებლობაა და იმდენად მრავალფეროვანი არის სამყარო, ნამდვილად შეიძლებოდა რომ ეს დატვირთვაც ასე ვთქვათ ჩვენ მიგვეცა და კარგად გაგვეყიდა და კარგად შეგვეფუთა, არა მარტო კონკრეტულად ეს ისა რა ქვია შენობა და ეს ტერიტორია და ეს საგუბერნიო ციხე, არამედ მიმდებარე არეალი, რომელიც ხელშეუწყობდა როგორც სასტუმროების, ასევე სხვა კვების ობიექტების კიდევ უფრო მეტ განვითარებას და მოგცემდა იმ შედეგს, რომ ჩვენ ნამდვილად კიდევ ერთი ატრაქცია შეემატებოდა ამ ქალაქს, რაც თუნდაც ტურის გაუღვიძებდა კიდევ ერთი ღამით დარჩენის და თუნდაც 1 საათით მეტი დაყოვნების შესაძლებლობას ამ ქალაქში და სურვილს. მადლობა მარიკა, ბატონ კობა, მე თქვენ ბრძანდებოდით წინა მოწვევის არჩეული საკრებულოს დეპუტატი, თქვენ მეტი იცით კიდევ როგორ ხორციელდება ბოლო 10 წლებში ქალაქში, ნუ როგორ მიმდინარეობს და როგორ ხდება ეგ, მე მინდა თქვენ უფრო სიღრმისეულად გითხრათ ამ ყველაფერზე, გარდა ამისა მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ რიონისპირა სახლების განაშენიანებაზე და განვითარებაზე იმ უფრო სწორად რიონისპირა ნაწილი ქუთაისის ეს თემატიკაზე თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ამ საკითხებში და აი თქვენც რომ ამ საკითხზე ისაუბროთ. მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის, მადლობა ჩვენს შეუძლებელი ქალაქის შეუძლებელი რადიოს ესე ვიტყოდე, ვიდრე გადავალ იმ კონკრეტულ ჩვენი უსაყვარლესი ქალაქის მტკივნეულ საკითხებზე, მე მინდა დღევანდელი დღე აღვნიშნო და გარკვეული კავშირები აუხსნა ჩვენს მსმენელს. დღეს უკრაინის ომის დაწყების 4 წლისთავი არის, მაშინ როცა სამდღეში უნდა შეცვლილიყო ბარბაროსი, ასე დავარქმევ იმას, ვინც ებრძვის უკრაინას და კიევში უნდა აფრიალებულიყო ბარბაროსის დროშა, დღეს 4 წელიწადი არის. და ფაქტიურად ადგილდანაც ვერ იდრის ის პირველადი ნაბიჯების გარდა და ამავდროულად ახლა მოდით კავშირები ნახეთ რა სიმბოლურია. ისინი გახსოვთ ხო იოჰან ვოლფგანგ გებელსის სიტყვები, მომეცით ნებისმიერი ქვეყნის მედია და მე ამ ხალხს ღურის კოლტებად გადავაქცევ. ისინი ვინც ჩაჩიჩინებდნენ ჩვენს მოსახლეობას, რომ თურმე
ომი დაიწყო ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ და ის იბრძვის თურმე რუსეთის ტერიტორიაზე. და ამით უბრუნებდნენ თავს. დღეს დასანქცდნენ ისინი. ეხლა ჩვენს პროგრამას შევახსენო, აი რა კავშირები არის. ნახეთ, ალბათ უფლის და განგების ნებაა ყველაფერი და ჩვენს პროგრამას მინდა შევახსენო, ვინც ეხლა კიდე იქეთ არის სამწუხაროდ რა თქმა უნდა ჩვენ მათაც პატივს ვსცემთ. რომელი რა დასანქცირდნენ რა სანქცია მარტივად გეტყვით რომელი ბანკის მოემსახურება დასანქცირებულ რომელიმე კომპანიას ავტომატურად ბანკი სანქცირდება რომელი ავიაკომპანიაც მოემსახურება დასანქცირებული კომპანიის მეპატრონეს საფუძნებელს დირექტორს და ასე შემდეგ ავტომატურად ის ავიაკომპანია სანქცირდება თუმცა აქვე გეტყვით რომ მოდიოზურმა ფიგურებმა გაცილებით ადრე დაატოვეს და გაასწრეს სავარაუდოდ იქონდათ ინფორმაცია ეს ეხლა არ ხდება ნორმალურად ადამიანს არ უნდა გიხაროდეს შენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის ამდრეში ჩაგდება, მაგრამ როდესაც მაშინ ესენი ეუბნებიან ჩვენს თანამოქალაქეებს თეთრ შავს და უსაბუთებენ თვითონ გამოწვეული ყოლა დაუსაბუთებელი არგუმენტებით და გააბრუეს ხალხი და ეს ხალხი სამწუხაროდ გვიმტკიცებს ხოლმე მეგობრები, ნათესავები, მეზობლები ქუჩაში როცა ადამიანური საუბრები გვაქვს რომ ესენი არიან მტერები თურმე ქვეყნიერები სამყაროსი უკრაინაზეა საუბარი ხოლო ერთმორწმუნე ჩვენი მეგობარია და ის ერთმორწმუნე რომელსაც 100 წელია უკვე თუ 120 დაუმარხავი 100 ბოდიში დაუმარხავი სატანა და პატივს მიაგებენ 2 საათიან რიგებში დგანან ის არის ჩემი ერთმორწმუნე და ვინც ეკლესიები დაგვინგრია ვინც იმათ ბოდიში და საქონლის საბმულებად გადაგვიქცია და ვინც ქართული ენას 1978 წლის 14 აბრილს გვართმევდა და ძაღლის ენას აძახდნენ ქართულ ენას ესენი არის ჩემი ერთმორწმუნე და მეგობრები და ვინც აფხაზეთიდან ბოლო ნაკადი ტოლულების საკუთარი ცოცხლის ხარჯზე უკრაინულმა მფრინავებმა გადმოგვიყვანენ ის არის თუმცა ჩვენი მტერები ასე მოუქცია ტბ-იმედმა საქმე და პოსტივიმ და პოსტივის ლაპარაკიც არ მინდა იმ პიროვნების არ ვახსენებ ახლა ვარც სახეს დაკარგული ყველაფერი გისება ადამიანობა უკვე გამოდით ახლა გადავიდეთ ეს საკითხებზე სიმბოლური კავშირები არსებობს ალბათ და ამ კავშირების ჰაერზე არაფერი არ ხდება არის რაღაც რომელიც აკავშირებს ამ ყველაფერს ერთმანეთთან გადავიდეთ ახლა თქვენ სწორად ძანეთ ჩვენშად გქონდა ხოლმე პროექტის რამ კონკრეტული რაიმე არქიტექტურული პროექტის დამტკიცების დროს საუბარი და მე პირადად მქონი ინიციატივა რომ გავიშალოთ ქალაქი მოდით სცენარისტის მარტივი რო იყოთ ძალიან ისე მათემატიკით დაგიკვირთ და გეტყვით დიახ რომ ხონდა ხდებოდეს თანაბარი განვითარება მოდით მარტივად დავანახოთ სცენარს ქალაქის ერთ-ერთ რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე ერთ-ერთ პატარა მონაკვეთში ცხოვრობდა 4 კერძო მოსახლე 4 კერძო მოსახლეს ყავდა 4 ავტომობილი დაუშვათ 5 იმ მოსახლის გვარსადენი ემსახურებოდა გამონადეს სიმწყლისას მათზე დანართებული კანალიზაციო სისტემა სატრანსპორტო მომსახურება გაიყიდა ეს 4 მოსახლეს ეს მისი მესაკუთრეა მისი უფლება არის და ვერავინ ვერ შეეხება მაგრამ როცა მჯელობთ იმაზე რომ აკაშენდეს 120 ბინიანი კორპუსი 120 ბინიანი კორპუსზე მინიმუმ მივიღეთ 60 ავტომობილი რომლის პარკირება თეორიულად არ არსებობს პრაქტიკულად არა თეორიულად ჩვენი რეალობიდან გამომდინარე შეიძლება პირიქითაც იყოს 200 ავტომობილი მეტრიან მონაკვეთში დაეტიოს 60 ავტომობილი როცა თითო ავტომობილის სიგრძე არის მინიმუმ 4 მეტრი რომელ მათემატიკის თორით და თქვენზე ჩემო ძვირფასო ქალაქები რომელიც ახლა გვისმენთ თქვენს ნერვებზე თქვენს დროზე თქვენს დისკომფორტზე არის ეს ყველაფერი როდესაც თქვენ ქუჩაში გამოდიხართ და შეხვედრაზე მიდიხართ პირობითად ვამსულყავით 17 საათს და 0 წუთს მიდიხართ 18 საათზე იმიტომ რომ იქ გაეჭედეთ გაუთვლილი და არასწორი ეკოიმისი არქიტექტურული დაგეგმარების გამო აი ეს არის ძალიან მარტივი და მინდა გითხრათ აგრეთვე სტუდენტი ვიყავი ჯერ კიდევ მაშინ როდესაც საბჭოებში დაინგრა და საზღვრები გაიხსნა და ჩემი წვალება დავიწყეს პირველი თურქეთში რო წავედი ხო გახსოვთ ხოლმე ისეთი და ტრაბზონს მოიხსენიებენ ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ დედაქალაქად და ტრაბზონის ისტორიული ცენტრი რაც იყო ხელშეუხებელი არის მაშინ როდესაც ერთხელ ზღვა აქვს და ერთხელ კლდეა და იმ ცენტრს იმ ისტორიულ ოსმალურ სიძველეებს და იმ არქიტექტურას არ შეეხება რაღაც შორს ევროპაში თურქები არ შეეხენ და გაიშალენ სხვაგვარად გაიშალენ და ის ასე ვთქვათ ისტორიული ოსმალეთის არქიტექტურა შემორჩენილია და ჩვენ სიძველეებს პარალელურ რეჟიმში ხაცხის ამბავზეც გადავალ ცოტა სიძველეებს ვანგრებთ და ვაშენებთ ამ ოთხკუთხედებულ ბეტონის ჯუნგლებს და მაშინ როცა გვაგვჩვენა მის საშუალება ქალაქს აქვს იმის პერსპექტივა და იმის შესაძლებლობა რომ გაიზარდოს 4000 წლოვანი ქალაქი გვაქვს ამბობთ რაღაც არქეოლოგიური გასწრებასა დასრულებთ და ამ დროს 2 საუკუნის უკანდელ შენობაზე ვანადგურებთ და ვაშენებთ ბეტონის რაღაცა კორპუსს გავიშალოთ თვითონ ეს ქუთაისის
გეოგრაფია ძალიან მარტივ საშუალებას იძლევა გაშლისას თუნდაც თბილისთან შედარებით. ცხადია. და რა დღეში არის ახლა ქალაქი რაღაც ციფრებს გეტყვით ისე რო იცოდე შემოსვლება ბიუჯეტზე ქალაქის ბიუჯეტზე 127 მილიონი ძირი ბიუჯეტი საწყისი მე იმატება ტრანშები ქალაქის გასულ წელს იყო 118 წელს დაემატა ცოტა 127 გახადე 177 მილიონი რუსთავის ბრაზე მელაპარაკებით რა დააშავა ამ ქუთაისმა ასეთი ცენტრალურ ქუთაისმა დააშავა ის რომ ბოლო დროს აირჩია შემგოებლის ფუნქცია და ის რომ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა რიგით ამას შეხვდა შედეგით სახეზე გვაქვს ყველაზე მეტი დიდი მიგრაციის პროცენტული ოდენობა სხვა ქალაქებთან შედარებით გვაქვს ქუთაისთან აბა ჩემო ძვირფას მოსმენელები ხა მისკრისაც გადახედეთ თვალსაჩინში თქვენს ნათესავებს მეზობლებს მეგობრებს და რამდენი ადამიანი აღარ არის ქალაქში და წასული არის მიგრაციაში იმის გამო რომ ოჯახი გამოკვებოს და გადაარჩინოს რაღაც პრობლემებს ხო ბანკის კრედიტები ვალები და შემდეგ ხო და ეხა დროში შეზღუდული ვართ ვიცით და მინდა მარტივად ყველა თემას გავეხოთ ეხა ბატონმა კოდემმა აღნიშნა რიონისპირა ტერიტორიის პრობლემების საკითხები იდეალური ლანდშაფტი გვაქვს მონაკვეთი წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე ის გაუბედურებული ხოხმახები ამ ხალხს შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ ალტერნატივა მართლა უშენოთ თუ ამდენ უფლებას ვაძლევთ ცენტრალურ ადგილზე დეველოპერს რომ ავაშენოთ კორპუსი ავაშენოთ ერთი კორპუსი ბიუჯეტის დაფინანსების ხარჯზე და იმ ხალხის პირობების მოთხოვნით და გამოათავისუფლოს და აქტელ ჩაყოლებაზე შეიძლება გაკეთდეს ქალაქის მართლაც ძვირფასი უნიკალური ნახეთ რა ვროცლავის მაგალითი ნახეთ 1000 ვარიანტები არსებობს რომ რატო იმიტომ რომ კოპიტნარი ხო გაკეთდა ხო იზოხდნენ მაშინ რომ აი ვის რა თუ უნდა ქუთაისში აეროპორტიდან თურმე კოპიტნარიდან ეხლა და აფრინავს თითქმის მთელი საქართველო ხო ამ კოპიტნარს უნდა მიებას მთელი ქალაქის ისტორია მთელი ტურიზმი ჩამოფრინდა წავიდა ბათუმში ან სადმე სხვაგან ერთი ღამე გაათია ქუთაისში და გაფრენისინ ჩამოვიდა ეს ერთი ღამე აქვე ჩვენ ერთი კვირა დავამაგრებთ ტურისტს იმ ერთ კვირაში მას ჭამა უნდა სმა უნდა რაღაც სერვისი უნდა რაღაც უნდა აქ ფული გაჩნდება ამ გაჩენილი ფულის და ამ სამუშაოს ხარჯზე ჩვენ ხო ერთ ემიგრანტს დავიტოვებთ ქუთაისში ჩვენთან ახალგაზრდას და გადავარჩენთ და არ გაუშვებთ ხო ეს ნელ-ნელა არითმეტიკული პროგრესიით მიყვება ერთმანეთს კოპიტნარის აეროპორტს არ შეეხება კოპიტნარის აეროპორტთან ერთად შეიძლება გაკეთდეს სატვირთო აეროპორტი რატო სატვირთო აეროპორტი გეოგრაფიული ცენტრია არა მარტო საქართველოს ამერ ჩათვალეთ ამიერკავკასიას კი და მთელი ტექნოლოგიური ხაბები შეიძლება აი ისეთი მიკროჩიპების ახლა დღეს ხო იცით სომხეთში უკვე რა ხდება იმ ხელა ინვესტიციაში ჩაასხამენ ახლა ამერიკელები და ის მიკროჩიპების ქარხანა აგერ შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმ საერთო ჩვენ იდეალური ვარიანტი გვაქვს ჩვენ ბეტონის კორპუსები ჩაგვეფარებას და ესე ვიტყვით და ვერ დავინახავთ ეს აეროპორტი თავისი იკაო სტანდარტებით აკმაყოფილებს სოფლიო ყველა პარამეტრებს და ასაფრენი ზოლისა და მისი ვთქვათ ის ხარის სიჩქარე და აბერვა იქ მთელი პარამეტრებია ფრენის დროს ხო იმდენად საინტერესო ტერიტორია არის აქ სატვირთო აეროპორტი მძიმე ტონაჟიანი თვითონებისთვის და შექმნილი შეიძლება ყოფილიყო ხაბი კოპიტნარი 2 ისევე როგორც ქუთაისი 2-ის გავსი სადაც იქნებოდა ტექნოლოგიური ცენტრები და ის სტუდენტობა რომელიც მართლა ტვინი უსწრება და გაგვექცა უცხოეთში სასწავლებლად იქედან მასწავლს უკან წამოვიყვანდი და იმ ტექნოლოგიურ მიკროჩიპებს და 1000 რაღაცას აგერ დავასაქმნი და ახლა ბატონო აგერ მუშაობს სილიკონის ველზე შეიძლება იმუშაოს ქუთაისელმა იმის ხარჯზე რომ 15 წუთში კოპიტნარში მივიდეს სამსახურში ამას ყველაფერს მინდა დაუბრუნდები შეიძლება ცოტა ხნით იგივე ამ მონაკვეთს რასაც ქვია რიონისპირა მონაკვეთი ხო ბატონმა კოდემ აღნიშნა და დასუფთავება კი ერთი პრობლემაა მაგრამ მეგობრებო როცა მისმენთ ახლა ხო რაღაცა ხო არსებობს შენ სახში ნაგვით სავსე ცელოფლას ხო არ დააგდებ რომ ისორი ბოდიში ამ გაუთმოს და გადმოაგდებ და რიონისპირას დააგდებ ეს ხო შენი ქალაქია დილით რომ გამოხვალ მე ამას გადახედავ შენი თვალსაჩინო სიამოვნება ხო უყუეფებს გაძლევს შენი გადაგდებული ნაგვის გამო თვით შეგნებაც გვაკლია სამწუხაროდ რომ არ მოვისროლოთ ესე და არ დავანაგვიანოთ ჩვენი ქალაქი და ჩვენი სახლია ესევე ხო ეს ქვეყანაა ჩვენი სახლი და ჩვენი ქალაქი ხო ჩვენი სახლია და ამ ყველაფერს უნდა კომპლექსური მიხედვა ამ ყველაფერს უნდა ერთი მთავარი მიხედვა რომ იმაზე არ ვიფიქროთ რომ ვინ რომელ სკამზე დავჯდებით კომფორტულად იმაზე ვიფიქროთ რომ ჩვენს ნაკვალებზე შვილებმა გაიაროს და თქვენ ერთი მთავარი რა აი რა ბედნიერი ვარ რომ ჩემს ბაბუას და ჩემს მამას ამ გზაზე გურია და ნახე რა გაუკეთებია ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულებანი ასე რომ მადლობა ბატონ კობა მე ბატონ კოტესა მინდა ახლა გადავიდე ოღონდ მცირე ბატონ
დავიწყოთ ჩვენი დრო ნელ-ნელა ეს რა ქვია იწურება მე მინდა თქვენი ხედვა როგორია აი როგორი უნდა იყოს ქუთაისის ისტორიული უბნების შენარჩუნება დაცვა და ქალაქის განვითარების ჰარმონიზება როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფერთან თქვენ როგორ გესახებათ ეს ან და როგორ ვიგაჩნიათ რომ როგორ იქნებოდა ყველაზე კარგ შემთხვევაში ჩვენი ქალაქისთვის ესე იგი ჩვენ ყველამ თქვით აღნიშნეთ რომ ქუთაისი ძველი ქალაქია მე უბრალოდ მაგალითი მინდა მოვიყვანო მეორე მსოფლიო ომი რო დაიწყო გერმანიამ გადაუარა მთლიანად პოლონეთს შემდეგ აქედან საბჭოთაშვილმა დღეს ვარშავაში რო შედიხარ ვარშავაში ძველი არაფერი აღარ დარჩა არის ყველაფერი ახალი აგებული ოღონდ ის თარგით რა თარგითაც ხო იყო ულამაზესია ესა და უulis ეს ხალხი თვალის ჩინივით ქუთაისში ცოტა რამ დაგვრჩა ჩვენ ძველი უკვე და რაც დაგვრჩა არის წაშლილი ეხლა ისევ რიონის ხეობას უბრუნდები იქ სადაც ხარების ეკლესიაა დღეს და სადაც ზაქარია ფალეშვილის სახლი დგას შუა საუკუნეების კედლებთან ეს კედლები მთელი ქუთაისის გასწვრივ მიყვება ზოგი შუა საუკუნეებისა ზოგიერთი უფრო გვიანდელია არის ადრინდელიც მაგრამ ეხლა არ დავკონკრეტდები ამაზე თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ ქალაქის რა არის ქალაქის იდენტობა ისაც იყო ადრე ძველი დღეს ადამიანი რო ჩამოდის ქუთაისში სურათს იღებს 3 წლის წინ თუ რამდენი წელი გავიდა ახლა აი შადრევანი რო არის გაკეთებული გადამისა შენობები ხო ქუთაისის სული ხო იყო ქალაქის სული ხო ნაწილდებოდა იმ შენობებზე გამოდის რომ ეს ქალაქი კარგავს თავის ფერს სულს მოდით ახლა განვიხილოთ ნებისმიერ სადაც ყოფილვართ გინდა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებში იგივე თუ გინდა ბალტიისპირეთზე თუ გინდა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილებში დამხტური მასმინძელი ყოველთვის გეუბნება წამოდი განახებ ადრე რა იყო აქ და ჩვენ ამას ქალაქის ნაწილში იქნება ახალი შენობები რომელთაც ვერავინ ვერ მოიწონებს თავს ისტორიამ გვაჩუქა მოვანადგურეთ საინტერესო მაგალითია მაგისი ფოსბოიარდი საფრანგეთში არკანზასი ამერიკაში ოსვინცემი და ოსვინცე ახლა ვიღაცა მითხრაო რომ აი ციხეო ჩემთან ოსვინცემთან უბედურება რაღაცნაირად მაგრამ ადამიანები იქ მეტო მიდიან რომ ნახონ აბა რა ხდებოდა რა თქმა უნდა და ვინ ჩადის პოლონეთში არ აქვს მნიშვნელობა მასთან ახლოს იქნება თუ არა ყველა ერთ დღეს მაგისტრის გამოყოფს ხოლმე არა ციხეში შევხედოთ ნამდვილად არ იყო კარგი ემოციები როცა იქ ვიყავი მაგრამ მძიმე იყო კი მაგრამ შესაბამისად მაინც ინტერესია იქ არაფერი არ არის ფაქტობრივად ძველი დარჩენილი არის მაშინ კარგი მაგრამ რაღაცა არის ძალიან მინიმალურია დარჩენილი იქ მაგრამ მაინც ის გახმოვანება ის ეფექტები ისეთნაირად აქვს მოკლედ არის ეს შეიძლება და რო აქ ყოფილიყო თუნდაც გახმოვანების და აი გაციკლებებს აი ეს ზუსტად ეს კორპუსი აშენდება წელიწადში იყიდის პირველი დამთავრდა რენტაბელობის თვალსაზრისით გაცილებით გრძელვადიანი და დია საფუძვლებაში ყოფილიყო ელემენტარულად ხო კი დიქტატორი იყო რაზეა საუბარი მაგრამ ყველა დიქტატორს ყოველას თავი გენია იყო ხო ვიღაცა საინტერესებს ახლა რომ აი მოდი ერთი ვინ იყოს და სადი ცხოვრე წელიწადი მოდი ის ოთახი მანახეთ იქ შეიძლება სასტუმრო გავეკეთებია სიმბოლურად და ჩაგვეცვა დაუშვათ იმდროინდელი როგორც პატიმრეს ფორმა ესვა რომ აი შენ უფრო პატიმრეს როლში მოდი ერთი ღამე აქ დააკეთე ამასაც რაღაც თავის მიზიდულობა აქვს და ფანტაზია უნდა ცოტა შესაძლებელია კრეატივის ნაკლებობას განიცდიან მაგრამ ჩვენმა კოლეგამ მაჩიკო გეგენავამ გააკეთა კიდეც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ძალიან კარგი ფოტოები და ვიდეოები შექმნა კოლაჟი რომლითაც მე მგონი შეიქმნებოდა ჩვენ შეგვექმნა დაბეჭდილება იმაზე როგორ შეიძლებოდა რამდენიმე ვერსიაც კი იყო როგორ შეიძლებოდა იმ ადგილის რომელზეც ვსაუბრობდით ახლა განაშენება და განვითარება აი ამას დავატოვებინებდი მაგ რომელიას რაში ეცით საქმე ის ასაც თქვენ ახლა ამბობთ ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი ბოლოს აი ძალიან მოკლედ გეტყვით დიახ ქალაქში არის ტაბუ დადებული იმაზე იფიქროს ადამიანმა ხვალინდელ დღეზე როგორი უნდა იყოს ქუთაისი აბსოლუტურად არც ერთი გვერდი არ დევს როგორი უნდა იყოს ქუთაისი ხვალ
ეს მთავრობა უკვე 13 წელია თუ 14 წელია ანგრევს ქვეყანას. აქ რომელ განვითარებაზე შეიძლება საუბარი? წარმოუდგენელი სიბრიყვეა. ჩვენ კი გვინდა რა? აი იმ სამსახურებში, რომლებიც მრავლად არის დღეს მერიაში იყო და არის. შეიქმნას კომისიები, ჯგუფები, შემოქმედები, მიიყვანონ არქიტექტორები, მხატვრები, დიზაინერები. მოусმინონ ამ ხალხს, მე ხო არ ვეუბნები, მე მომისმინეთ, ბატონო და მე რო ვიტყვი, ისე გააკეთეთ. არავითარ შემთხვევაში ეს უნდა გააკეთოს ქალაქის საზოგადოებამ, რომლებიც არიან კომპეტენტურები ამ საქმეში. როგორი უნდა იყოს ქუთაისი. მე ვიღაცა მოდი მე ახლა ამას აქ ავაშენ, აპატიეთ, ეგრე არ შენდება ქვეყანა, არც ქალაქი და არც სოფელი. მე ასე მინდა, არაფერს არ ნიშნავს. ეხლა რიონის სანაპიროზე რო არის გაყიდული მიწები და ერთი სული აქვს, როდის დაიწყებენ მშენებლობას, ქალაქის კოლაფსი უკვე დაწყებული კი არა, დამთავრებულია, კოლაფსია ქალაქი. აი იქ რო აშენდება ბინები კიდე იცოდეთ რომ ქუთაისში მე ვერაფერს ვეღარ გააკეთებ. ამიტომ საჭიროა ის აზმიდა გადაუხვიო ეხლა საჰაერო ჰოვერბერგის ქალაქის სიძველეებს აი რაც დარჩა და რაც არ დარჩა ისენიც უნდა აღადგინონ რომ ქალაქში რო შემოდის სტუმარი მარტო სტუმარზე ხო არ არის კაცო მეც ხო დავდივარ ამ ქალაქში და ჩვენ ხო დავდივართ სოღოლანი ხო უნდა გავიგოთ სად ცხოვრობთ ქალაქი არის უნიკალური იყო არის და იქნება უნიკალური უბრალოდ საჭირო არის როგორც თქვენ ბრძანეთ შემოქმედებითად მიუდგნენ ისინი ვისაც ეს ევალება არქიტექტორის სამსახური ქალაქის მხატვრის მთავარი სამსახური ქალაქ გაფორმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დღეს ძალიან ბევრი სამსახური არ გვყავს სამაგეროთ იმდენი ხალხია მერიაში ტევა აღარ არის ჩემი მთავარი მაჩვენებელი არის სუფთა ქალაქი. სუფთა რიონის ხეობა, დალაგებული, მოწესრიგებული, აღდგენილი ქალაქი თავისი სიძველეებით და გემოვნებით შერჩეული ახალი პროექტებით. რასაც მე ახლა უყურებ, ეს არის სიმახინჯე. თბილისის ქუჩაზე ერთი სახლი აშენდა თუ ორი, ერთი ააშენეს და დაამახინჯეს, დაამატეს 4 სართული ზემოთ. ქვემოთ ააშენეს იქ სადაც საბავშვო ბაღი იყო და ეკლესია შენდება, ვეღარ დამთავრდა ეკლესია. ააშენეს სახლი, რომელსაც სახე არ აქვს. მე უბრალოდ ვეკითხები სულ ყველას. ჩემ ქალაქელებს ვეკითხები. მეც მინდა ახლა სახლი ავაშენო. ჯერ არ ვიცი, არც პროექტი ვიცი და შეძლებთ თუ არა, კიდე საკითხავია, მაგრამ შეიძლება იქ სახლის აშენება? თუ ქალაქს აქ ჩამოყალიბებული სად რა უნდა აშენდეს და მაინც ვისაც უნდა იმას აშენებს, ქალაქის ცენტრი აღარა გვაქვს ჩვენ. ისეთ ადგილებზეა სახლები ამოსული, სადაც სახლი კი არა, საერთოდ არაფერი არ შეიძლება იქ აშენდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს თამამალობას უტოვებთ გაუბედურებულ, უპერსპექტივო, უსახურ ქალაქს. და ეს აღარ არის ქუთაისი. ეს აღარ არის ქუთაისი. ძიმია მოსასმენად ეს და მე თქვენთან მინდა გადმოვიდე ბოლო ის რო გააკეთეთ თქვენი მოსაზრება და მინდა გითხრათ აი ძალიან ძიმე იყო ეს ფრაზა რაც ბატონმა კოტემ თქვა რომ ეს აღარ არის ქუთაისი და თქვენ როგორ მიგაჩნიათ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს თუ არა უნდა აიღოს თუ არა ადგილობრივმა ხელისუფლებმა რომელიც ამ ქაოტურ პროცესში კონტროლს საერთოდ რასაც ხედავთ არაფერზე არ ახორციელებს ნახეთ ბატონ კოტეს ვეთანხმები და ჩვენ გვაქვს ზოგადად ერთი პრობლემა მეტალურგიაში ქართველებს. კაბინეტიდან დანახული გვიყვარს ხოლმე თანამდებობის პირებს, ვისი ქენი ქალაქის თუ კიდევ კანონმდებლებს და როცა ხელი მე მახსენდება ერთი ჩვენი სტუდენტო ახალგაზრდობის როლდელი ფილმი გადიოდა ასეთ რაიკომის მდივანი. და იქ არის ერთი ასეთი სიუჟეტი ბაგრატ დემოსაძეს ახალგაზრდა აგრონომი ასწავლის ვაზს ასე მოუარეო შენ რა იცოდა მე 5 წელი პროფესორი მასწავლე და ის მის ასიღებს და 60 წელი მე ეს მასწავლიდაო. აი ამ ხალხის ესე ხელის მოსმით ერთი და არაფერი იმ ხალხს ვისაც ამ ხელას სიბზნე აქვს გამოცდება პატარა მაგალითს გეტყვით თქვენ ყველანი ჩვენ თავგანი და ჩვენი მსმენელი დაკვირებული იქნება რიონი თეთრხიძე პიკასოს ბიჭი რომ არის რომელიც ხდება ნებისმიერი ტურისტი იღებს ფოტოს ხადია მცირე არქიტექტურა
მოდით ახლა ამ ქალაქში ხო რეზო ჭეიშვილის დაწერილი არის შედეგილი ფილმი ხო თუნდაც რო გავაკეთოთ მულიაჟი იმ საფრენი აპარატისითაც ისინი გაფრინდნენ და პირობითად თვითონ რაღაცა ბაგირი და ავციეთ და ეს რამდენ ტურისტს იქ დავატოვებინებთ რაღაც თანხას რომელიც ამ ქალაქს საადგება და თანახალახელებსაც ჩვენსაც რაღაც სასიამოვნო გასწავს მიგხვდეთ და გავაცოცხლებთ ასეთი ფილმების პერსონაჟებს რომელიც ქალაქის ისტორიას ეხება ხო არაფერი დიდი თანხები არ უნდა რეზო გაბრიაძე ქალაქიდან გააგდე ძალიან დიდი თანხები იხარჯება ნახეს ქალაქი მისამართოდ და უაზროდ ჩვენ ხო ყველაზე მცირე ბიუჯეტი გვაქვს ქალაქებს შორის რასაც ქვია 9 მილიარდზე გადაცილდა წელს ბაქნის ბიუჯეტის ჩვენ საცოდავი 127 და გვემატება რაღაცა მაგრამ ეს მცირე არქიტექტურა ბევრი თანხა არ ჯდება და მიზნობრივი სწორი ხარჯვა და რა უნდა გააკეთოს მესურვებმა დასმულ კითხვაზე კი პასუხებთ კონსულტაციები ადამიანებთან რა ჭირდება ამ ადამიანებს არა მისი კეთილდღეობის არამედ მის შენი კეთილდღეობა ისე განსაკუთრებული კეთილდღეობა შენ წაგადგება ისევე როდესაც ის ტურისტი შენ მცირე სასტუმროა შენთან მოვაყამის გაათევს და შენ მკურნალობას გააუმჯობესებს ხო ეს ხო არ არის დიდ პროექტებთან დაკავშირებული აი ეს უნდა პრაქტიკული ხედვა უნდა აზრის მოსმენა უნდა და მე მინდა და გადავწყვიტე ასე და არავისთან ლაპარაკის არ მაინტერესებს ქუჩა ჟაკ შირაკის საფრანგეთის მერი დადიოდა ქუჩებში საფრანგეთში პარიზის ქუჩებში ხალხურ სოფლიოს ერთ-ერთი მართლაც ხო ქალაქის ქუჩებში და ადამიანებთან საუბრობდა და იზიარებდა მის აზრებს და რა გჭირს ეს გამოვიდეთ ერთმანეთს და ველაპარაკოთ რაღაცა ნაღები საზოგადოება ჯერ კიდე არის შემორჩენილი და მოთხოვნა ის ძველი პროფესორა აკადემიკოსები პროფესორები ისთაობა რომელთაც რა კომპეტენტური ადამიანები რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია აზროვნების უნარი აქვს და შევჯერდეთ და გავაკეთოთ ის მე რომ მინდა კი არა ჩვენ შვილებს რო უნდა ხვალ და ამ ქალაქის მართლაც ისტორიულ ქალაქად ქცევა ის უნდა გავაკეთოთ აი ეს არის საკეთებელი ხელისუფლების ხრიდან მადლობა ბატონო კობა და ბოლო შეკითხვით გადავალ ანუ ვისარგებლებთ ბოროტად იმით რომ რადიო ეთერი ძალიან უსასყიდლოდ დაგვითმო ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა ირაკლი ივანჩიტიძემ რომელიც გახალთ ამ რადიოს დამფუძნებელი და დირექტორი და ეხლა სარეჟისორო პულტთან ზის მარიკასთან მინდა გადავიდე შეკითხვით რომ მარიკა როგორ მიგაჩნია ქუთაისის საზოგადოება უნდა იყოს თუ არა უფრო მეტად აქტიური და რომ არ გავიზიაროთ ის ბედი რაც დაიმართა თბილისს და ჩვენ გვაქვს თვალნათელი მაგალითი რა ხდება თბილისში რა დაემართა ბათუმს მშვენიერ ქალაქს სადაც რა თქმა უნდა კი განვითარდა ახალი ბათუმი არის მაგრამ ძველ ბათუმის თითქმის დაფარა ის ბათუმი აღარ არის და როგორც ბატონმა კოტემ თქვა რომ ეს ქუთაისი აღარ არის რა უნდა გააკეთოს ყოველმა ქუთაისელმა და ქუთაისზე შეყვარებულმა ადამიანმა მე მინდა სამოქალაქო სექტორის აქტიურობა რამდენად მეტი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აქამდე მივედით იმით, რომ ჩვენი ყველას ბრალი არის, რომ უფრო ხმამაღლა, უფრო ადრე არ დავიწყეთ ამ თემებზე საუბარი. ეხლა გამოსავალს ვხედავ პირდაპირ ვთქვა პრევენციულ ღონისძიებებში და პირველ რიგში იმას, რომ ამ ქალაქში ფაქტობრივად აუცილებელია, რომ გაკეთდეს ნუსხა იმ შენობების რომელიც სწორედ მსგავსი რისკის ქვეშ არის. მაგალითად, ფოსტის შენობა, ჩვენ ვიცით, რომ მას არაერთი, ასე ვთქვათ, მფლობელი ყავს, არაერთხელ დაიწვა მიზნობრივად თუ შემთხვევითობით ეს კიდე არ არის გამოძიების მიერ დადგენილი, მსგავსი ტიპის შენობების ნუსხა უნდა გაკეთდეს და რა თქმა უნდა მოხდეს ამ შენობების როგორც ისტორიული კუთვნილების ამ ფორმით წარმოჩენა. რაც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ და არ მიუწვდებათ ხელი ამ ტიპის ინფორმაციაზე, იქამდე მივიტანოთ, რომ ეს შენობები არის წარსული ამ ქალაქის და ჩვენ თუ ამ წარსულს ერთი ხელის მოსმით დავანგრებთ, არ გვექნება ბუნებრივია მომავალი, ან გვექნება ეგრეთ წოდებული ჯუნგლების ქალაქის მომავალი. და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველამ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ, გვინდა თუ არ გვინდა რაღაცა ფორმით გამოვნახოთ გზები დიალოგის, კომუნიკაციის, იგივე დეველოპერებთან, იგივე სხვა საინიციატივო ჯგუფებთან, იგივე ასე ვთქვათ, ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან, რომელსაც გული შედგება ამ ქალაქზე და
მგონია რომ ჩვენ თუ ამ ფორმით მინიმუმ ერთი შენობის გადარჩენასაც მაინც შევძლებთ და იმ ტერიტორიის მინიმუმ ერთი ტერიტორიის გადარჩენასაც მაინც შევძლებთ, სადაც მრავალსართულიანი კორპუსი ქალაქის ცენტრში არ გვექნება და პრევენციულ ღონისძიებას ამისთვის დავგეგმავთ, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი. მე მაინც ვიტყვი იმას, რომ საგუბერნიო ციხესთან დაკავშირებით ცოტა უფრო ადრე რომ ყოფილიყო მსგავსი ტიპის განცხადებები, მსგავსი ტიპის აქტივობები, მგონია რომ რაღაცა ნაწილი შენარჩუნებას მაინც მგონია რომ ეს პროცესი რომ წამოვიდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩემთან პირად საუბარში თქვა, რომ აი რა კარგია, რაღაცნაირად ესე მხარდაჭერა გამოხატეს, ნეტა აქამდე სადიყავით, მეც ვეწინააღმდეგებოდი, მეც რაღაცა მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გათითოთ კაცებული იყო ეს წინააღმდეგობა და არ იყო რაღაცა ერთიანად. ყოველ შემთხვევაში დაგვიანებული მაინც არ იყო. მე ასე მგონია, რომ თუ კი მათი კეთილინება იქნებოდა და თუ კი ისინი ქუთაისისადმი მეც სიყვარულს გამოავლენდნენ, შეიძლება და პირიქით საზოგადოების გააქტიურება ერთგვარ ტრიგერად იქცა და მათ დააჩქარეს დემონტაჟის პროცესი, ესეც სამართლიანობა მოითხოვს, რომ ეს დავაკონკრეტოთ, თუმცა იმ ადგილზე მინდა გითხრათ, სადაც ძველი ციხის შენობა ინგრევა, იქვე არის ძველი ჰოსპიტალის ტერიტორია, რომელიც ეს შემოსევის ობიექტია ახლა და იქ არაჩვეულებრივი რეკრეაციული პატარა ზონა იყო, რომელიც ერთგვარად იმ მიკროუბნის ფილტვებიც კი იყო, რომ ვთქვათ, განადგურებულია, ერთი ხეც არ არის შერჩენილი და იქაც აქტიურად მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და სულ რაღაც 2 წელიწადში ეს ქალაქი ნახავს და მოიმკის იმ შედეგს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ბრძოლებს ჩვენ რასაც ვეძახით, ბრძოლებში გადაადგილება იქნება შეუძლებელი, ეგ არ არის არანაირი უტრირებას არ აქვს ადგილი, თუ კი ეხლა ვინმეს გონია რომ რაიმე რადიკალური ინტერესი მაქვს, არანაირად და ვინმეს ყველა შეეხება, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ იქ დღესაც კი თუ კი თორემ ნებისმიერ ქუთაისელს შეუძლია ვინც ახლა მანქანით გვისმენს რადიოში და მანქანით გადაადგილდება შეუძლია სადოს კიდეც თუ იმ ადგილზე არ არის 5-დან 7 საათამდე ფაქტიურად გაუვალია ეს ადგილი და როცა ამ მშენებლობების გათვალისწინებით მაუდი ციხის შენობა, ჰოსპიტალის შენობა და მათ შორის ჰაკერებს შორის მიმდებარე ტერიტორიაზე უკან რამოდენიმე სახლი გაიყიდა და იქაც მაღალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, ფაქტიურად შეუძლებელი იქნება ჩვენ ქუთაის თუ არა ქუთაისის ძველობას სამძლოდ კარგად ჩვენ დავკარგეთ შესაძლებლობა ვყოფილიყავით საპარლამენტო დედაქალაქი, ჩვენ უკვე აღარა ვართ სიდიდით და მნიშვნელობით მეორე ქალაქი, ძალიან ბევრ ამას ვკარგავთ და ისინი ვინც დატოვეს ქალაქი და ეხლა ემიგრაციიდან სურთ რომ ქუთაისის ძველუბნებში შეიძინონ ბინები, მე მათ თხოვნით მიმართავ რომ იქნებ იფიქრონ ამაზე რომ დაბრუნდებიან ერთ დღესაც ეს ქუთაისი აღარ დახვდებათ რომელიც დატოვეს და იმ მაღალსართულიანი აივნებიდან ვერაფერს ვერ დაინახავენ ერთმანეთის კედლების გარდა და მე ქალაქის მერიას საკრებულოს მინდა მიმართო ერთი წინადადებით იქნება თხოვნით როგორც უნდა ისე თქვან რომ ვიდრე კონსულტაციებს გამართავთ თუ ასეთის გამართვას ფიქრობთ ვიდრე ხალხს შეხვდებით და თქვენ ხვდებით ძირითადად თქვენს მომხრეებს და არასოდეს არ ხვდებით მოწინააღმდეგეებს არა საღი აზრის მქონე კომპეტენტურ ქუთაისელ განსხვავებულ აზრს თან მიმღებლობა არა გაქვთ ერთადერთი მინდა გითხრათ რომ შეიყვარეთ ეს ქალაქი და მერე ყველაფერი ნათელი გახდება ყველა სიტყვა გახდება მოსასმენი და ყველა აზრი გახდება მისაღები მადლობა ჩვენს რადიო მსმენელს მადლობა ძველი ქალაქის სარედაქციო კოლეგიას მადლობა ირაკლის რომ ეს ეთერი დაგვითმო მე შეგახსენებთ რომ თქვენ უსმენდით FM 107.9-ზე რადიო ძველი ქალაქის ეთერში ქუთაისელების ხმას მე კეთი დეისაძე ვარ და გემშვიდობებით მომავლის იმედით რომ ეს ქალაქი გაუძლებს ამ დროსაც გადარჩება და იქნება ისტორიულად ძალიან მომხიბვლელი კულტურული და მათ შორის საპარლამენტო დედაქალაქიც მადლობთ